მოგესალმებით, მე ვარ ნინო ბარნაბიშვილი და ამჟამად ვიმყოფებით ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმში. ყინულზე ეს ჰენდრიკ ავერკამპის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1610 წელს შექმნა. ავერკამპი ხშირად ხატავდა ზამთრის პეიზაჟებს. ამ შემთხვევაშიც მან ტიპიური ჰოლანდიური დასახლება გამოსახა. ზამთრის სუსხიან დღეებში, როდესაც მდინარეები, პატარა არხები იყინებოდა, მდიდარსა თუ ღარიბს, დიდსა თუ პატარას ყინულზე გადაადგილება უწევდა. როგორც ხედავთ სურათზე, ავერკამპმა ფერმერთა სახლები, ქარის წისქვილი, ხის ხიდი და ნავები გამოსახა. მრავალფიგურიან კომპოზიციაში გამოსახული ადამიანების ნაწილი სადღაც მიიჩქარის, ნაწილი საუბრობს. ზოგი კი ყინულზე სრიალითა და კოლფის თამაშით ირთობს თავს. კოლფი ტრადიციული ჰოლანდიური თამაშია. ავერკამპი ხშირად გამოსახავდა კოლფის მოთამაშეებს მის ნამუშევრებში. ხედავთ ყინულზე წაქცეულ ადამიანს, ქალბატონს, რომელიც სარეცხს რეცხავს. ნამუშევარი ავტორის მიერაა ხელმოწერილი. ამჟამად ის ნიდერლანდებში, ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმშია დაცული.